იმის ფონზე რაც დღეს სოფლიოში ხდება, ხო, ფაქტიურად ომის ზღვარზეა მთლიანად ახლო აღმოსავლეთის რეგიონი, საქართველოს ხელისუფლება ამ დროს რითი არის დაკავებული და რას აკეთებს. ნაცვლად იმის, რას უნდა აკეთებდეს, რას ხედავთ ჩვენ და რას აწვდის თავის მოსახლეობას. რაც შეეხება ჩორჩანა, ეს არის პირდაპირ პოლიტიზირებული პროცესი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ თემით манипуლირება არ უნდა ხდებოდეს ვინაიდან ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი და აქ ძალიან დიდი წერტილი უნდა დაისვას. გახარიას დაჭერა უნდა ცხადი არის და აქ მე მგონი სადაო არაფერი არ არის, უბრალოდ იმ მოცემულობაში დღეს რაც საქართველოს შევიდა აღმასრულებელი ხელისუფლებამ შეიყვანა საქართველოს, როდესაც ტროიკა იღებს ფაქტიურად გადაწყვეტილებებს სასამართლოზე და სასამართლო გახადეს ნოტარიუსი, მარტივად შეუძლია გახარიას დაადო ხელმოკლები, ნებისმიერი რამე მიუსაჯონ და დააკავონ. ჩორჩანით манипуლირება და ამ რეგიონით, ამ მუნიციპალიტეტით, ამ ამოცანით манипуლირება ეს აზიანებს არა გახარიას, ეს აზიანებს არა პოლიტიკურ პროცესს, ეს აზიანებს ზოგადად საქართველოს. ბატონო ირაკლი, საქართველოს აზიანებს ძელვადი ამ პროცესს. დიახ, აი დღითი დღე აი სულ უფრო მძიმდება ეს განცხადებები. ხო ჩვენ ვხედავთ რომ დაზიანება საქართველოს ინტერესების არა მხოლოდ რაღაც კონკრეტული მიზნების მისაღწევად ხდება, არამედ სწორედ ეს არის მიზანი, იმიტომ რომ დღეს კობახი პიროვნების მიმართ. კონკრეტული პიროვნების მიმართ და თავად საქართველოს ინტერესის დაზიანებაც, იმიტომ რომ დღეს ნახეთ კობახიძემ რა თქვა 2008 წელსო შეადარა და იქ ხომ საქართველოს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში. ახლა ვხედავთ რომ ამის მინი მოდელი იყო გახარიას შემთხვევა და მე მთელ ამ კონსპირაციებში წავიდა. რატომ არის ეს ასეთი სახიფათო თემა ჩორჩანის ეპიზოდი? მოდი ამაზე ვისაუბროთ, როგორ აზიანებს ახლა ქვეყნის ინტერესს ქართული ოცნება, როდესაც აი ამ საკითხს იყენებს. ერთი მხრივ პოლიტიკური დევნისთვის და მეორე მხრივ ჩვენ ვსაუბრობთ ტერიტორიაზე, სადაც მოწინააღმდეგე ყავს რუსეთის ფედერაცია თავის სეპარატისტულ დაჯგუფებებთან ერთად. ეს ძალიან გრძნობიარე თემაა და მინდა რომ თქვენ ახსნათ ახლა რატომ არის ეს ასეთი სახიფათო. მაშინ მოდი 2008 წლის ნაწილსაც შევეხოთ. 2008 წლის მოვლენები რაღაცა დოზით შეიძლება უნდა გამოეძია და ვალდებულიც იყო, როდესაც მოვიდა და სხვათა შორის ამ დაპირებით მოვიდა. ერთ-ერთი დაპირება ოცნებას სწორედ ეს ჰქონდა. თუმცა მან არაფერი არ გააკეთა დღემდე. დარწმუნებული იყავით, არც ახლა ვერაფერს ფიზიკურად ვერ გააკეთებს და რომ ხდებოდეს ამისი გამოძიება, ეს პირდაპირ ეთერში და მსგავსი ფორმატი ტოლოკიანმა მაგიდაზე მუშტები რო უბრახუნა, ხო? ამისთვის არსებობს შესაბამისი ფორმატები სახელმწიფო ინსტიტუციებში. აი რამოდენიმე დღის წინ გავიცანი ინფორმაციას, მე არ ვიცოდი, პრემიერმა გააუქმა უსაფრთხოების საბჭო, რომელიც ინსტიტუციურ დონეზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყება იყო. ინსტიტუციურ დონეზე ახლა ის რამდენად ფუნქციონირებდა და რას აკეთებდა, ეს ალკე საკითხია, თუმცა ინსტიტუციურ დონეზე ეს ცოტა ხარვეზი აქვს როგორც ჩანს კომუნიკაციას მედია გასწორდება, ხო, ჩვენ ვსაუბრობთ ჩორჩანის საკითხზე, თუმცა ჩვენი რესპონდენტი ასევე შეეხო 2008 წლის საკითხსაც. კობახიძის განცხადება მართლაც იყო აი მთლიანად რუსული პროპაგანდით მოცული დღეს ასე ხოლმე ყოველთვის, მაგრამ თავად შედარებაც კი, რომელიც მან მოიყვანა და უწოდა ამ რაღაც მინი მოდელი. მინი მოდელი და თან კიდევ ერთხელ გაიმეორა ზუსტად სიტყვით, რომ 2008-ში, როცა საქართველოს დაიწყო, ხო, ეს ომი, ანუ ეს სიტყვები როგორ იხვეწება მას და მთელ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და მანამდე მთელი ქართული საზოგადოება ფაქტობრივად რომ ეს არ თქვან, არ გაიმეორონ, იმიტომ რომ ეს ჯერ ერთი ტყუილია და მეორეც ერთი ზიანდება სახელმწიფოს, მაგრამ მაინც ისინი მიზანმიმართულად აი ამ კონკრეტულ ნარატივს იმეორებენ და იმეორებენ. და დაბრუნდა კავშირი ბატონ ირაკლისთან და შეგვიძლია გავაგრძელოთ აზრი იქიდან სადაც გაწყდა. ეს ახლა მეორე, როდესაც ეს ჩორჩანის საკითხით დაიწყეს манипуლირება და სპეკულირება უშუალოდ პირადი ვენდეტა გახარიასთან მიმართებით. და ამ დროს რა ხდება და რა ზიანი ადგება
სახელმწიფოს, ქვეყანას, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მოდი ჯერ ის ვთქვათ, რამდენად ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროს რისი უფლებამოსილება აქვს საოკუპაციო ხაზთან მიმართებაში. პირდაპირ დებულებით უწერია შინაგან საქმეთა სამინისტროს საოკუპაციო ხაზზე ამოცანის შესრულება, თვალთვალის და დაკვირვების მეთოდით, ინფორმაციის მოპოვება და იქ მაცხოვრებელი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს ამოცანები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დისკრეციული უფლებამოსილება არის. ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინსტიტუცია ვალდებული არის დღესაც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ამოცანების შესრულებისთვის გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ლეგიტიმური უფლებამოსილება. მათ შორის საგუშაგოს გახსნა იქნება ეს, საპატრულო მარშრუტების დაგეგმა და მარშრუტების განხორციელება პატრულირების გამოყენებით, სათვალთვალო მოწყობილობების დამონტაჟება იქნება. ადრე პირველად მე ვთქვი და ამაზე მე მთელი რაღაცა კამათები მოყვა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენ გადმოგვცა მაღალი დაკვირვების საშუალებები. ეს ზუსტად ამას გულისხმობდა, რომ საოკუპაციო ხაზზე ამოცანის შესრულება გამარტივებულიყო. ანუ რას ემსახურებოდა, ანუ ჩვენ რა უნდა გავუკეთებინამით დაგვეცვა საოკუპაციო ხაზი. ანუ რაც შეეხება ჩორჩანასაც, ჩორჩანაშიც ეს პრობლემები არსებობდა. ანუ ჩორჩანა იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ მკვდარი ზონა, ბევრი იმ მკვდარ ზონას შორის, რომელიც არსებობს სამაჩაბლოს რეგიონში, ხო? ჩვენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამინისტროს დონეზე, რომ ამ მეთოდით და მეთოდი იყო საგუშაგოს გახსნა და არაპატრულირება განიხილებოდა მათ შორის პატრულირების ვარიანტის განიხილებოდა, თუმცა რელიეფური სირთულიდან გამომდინარე და იქიდან გორიდან უნდა განხორციელებულიყო როტაციები და ეს მთელი ტაქტიკური პროცესი არის, თუ არა ახსნა, ანუ სირთულე იყო, ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სტაციონალური საგუშაგოები მოგვეწყო ჩორჩანას ტყის მასივში. და დღეს ეხლა ამას რით იკერავენ, ანუ ამას ორი მიმართულება აქვს ბატონო ირაკლი, ახლა რაც გამოკვეთეს მათ, ორი მიმართულება ბრალდების, ასე ვთქვათ. ერთი ეს არის, რომ პროვოკაცია იყო გახარიას მხრიდან, ფაქტობრივად ამას ამბობენ, რასაც შეეძლო სამხედრო ესკალაცია გამოეწვიაო და მეორე რომ ტერიტორიები დაიკარგა. ამას შემდეგ კიდევ სხვა წინადადებებს აყოლებენ, იმაზე მე ცალკე გკითხავთ, მაგრამ აი ამ ორ საკითხზე მინდა არგუმენტები. პროვოკაცია იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად ქართველი სამართალდამცავები გადავიდოდნენ 1984 წლის რუკით დადგენილ საზღვრებს მიღმა და იქ განახორციელებდნენ გარკვეულ მოქმედებებს. ჩვენ მოქმედებდით 1984 წლის რუკით დადგენილ საოკუპაციო საზღვრების აქეთ, ანუ ჩვენს ტერიტორიაზე. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის თქვა, ჩვენი ტერიტორია არის 84 წლის რუკით დადგენილი საზღვრების მიღმაც, ანუ ჩვენ რა დავთმეთ ის ტერიტორიები? ანუ სამაჩაბლოს რეგიონი რუსებს ეკუთვნით და ეს ქართული ტერიტორიები არ არის, ისიც ჩვენი ტერიტორიები არის. უბრალოდ იქ მოქმედი ხელისუფლების იურისდიქცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ჩვენ სადაც ვრცელდებოდა მოქმედი აღმასრულებელი ხელისუფლების იურისდიქცია, იმ ტერიტორიაზე განვახორციელეთ საგუშაგოს მოწყობა და არ გადავსულვართ და ეს არ იყო პროვოკაცია. ეს რო ყოფილიყო რაღაცა ხელმოსაკიდი რო ქონოდა პირობითად რუსეთს ამას ესე მარტივად არ გაატარებდნენ, მაგრამ არაფერის ქართულ მხარეს საქართველოს სახელმწიფოს იმ დროს მსგავსი რამ არ განხორციელებია. ტერიტორიის დაკარგვაზე, რასაც იძახიან, აქ მთლიანობაში რთულია ესე სიტყვით აიხსნას, ალბათ მე მგონი უნდა გააკეთეთ. ხო, აი გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა დღეს, დიახ, აი ახლა თქვენი საუბრის პარალელურად გადის ეს რუკა და ასე ვთქვათ გრაფიკული მასალა, ეს თავად პოლიტიკურმა პარტიამ გამოაქვეყნა. აი ახლა გავიდა, აი აქ ჩანს ძალიან კარგად, რომ დაახლოებით, აი უხეშად რო ვთქვათ, საუბარი იყო 17-18 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე. აი ეს მწვანეთ, რომელიც არის შემოსაზღვრული, დაახლოებით აი ამ ფართობის წაღება უნდოდა. სადაც ახლა შემოჭრილები არიან, აი სამი რუსული დროშა სადაც ჩანს, აი ეს ტერიტორიაზე შემოიჭრა მერე უკვე 2019 წლის სექტემბერში რუსები და სამი საგუშაგო, ანუ პატარა ბორცვი, ანუ წაღლის მიმართულების პატარა ასე ვთქვათ ჯაგნარი ბორცვზე განთავსდნენ. ჩვენ რო დავიწყეთ ამ ამოცანის შესრულება,
და საგუშაგოები განვათავსეთ ჩორჩანაში, ჩვენ უნდა მივყოლოდით და მთლიანად ეს პერიმეტრი უნდა აგვეყო. მაგრამ გამოკითხვაზე მყოფმა მაშინდელმა სუსის უფროსმა და იმჟამად უკვე შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩვენ არ მოგვს ამისი განხორციელების უფლება მოსილება და აღარ გავაკეთებინათ, თორემ არსებობს ამისი გეგმა ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს, რომ დავიწყეთ, სადამდე უნდა გავსულიყავით და მთლიანად ოპერაციის ფაზა 3 ეტაპად იყო დაყოფილი. პირველი ეტაპი ეს იყო ჩორჩანა და შემდგომ კიდე 2 ეტაპი იყო, ანუ არ ვიტყვი ამ ეტაპებს გარკვეული მიზეზების გამო გამიგეთ. და ეს ეტაპები უნდა განხორციელებულიყო და აი ეს მთლიანი პერიმეტრის აღება მოხდებოდა. თუმცა საბოლოო ჯამში დავრჩით მხოლოდ ჩორჩანაში, შემდგომი 2 ფაზა აღარ განხორციელდა, იმიტომ რომ ის მეორე 2 ფაზა გულისხმობდა, რომ აქეთ აბანოარის სოფელი და ყობი მაგ მიმართულებითაც მოგვეხდინა გარკვეული, ასე ვთქვათ, ინტერვენცია იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთს აღარ შესძლებოდა დამატებით შემოჭრილიყო. ეს საოკუპაციო ხაზი რელიეფზე, გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე შეიძლება რუკაზე ჩანს და გადის, მაგრამ რეალობაში მიუყვება რაღაცა კონკრეტულ, მაგალითად შეიძლება მდინარეს მიუყვებოდეს, შეიძლება ქეთს მიუყვებოდეს. დიახ, მახსენდება კიდევ ერთი საქმე, როდესაც რუკებზე ვსაუბრობ და ასე შემდეგ, გარეჯი საქართველო აგახსოვთ. დიახ, და ეს კამპანია, რომელიც წამოიწყეს და როგორც კი საარჩევნო მიზნები შესრულდა, პროპაგანდისტული არხის იმედის კუთხეში ეკრანის ეს წარწერა გაქრა, აღარავის აღარ უნახავს მას შემდეგ და არც არაფერს ამბობენ ამის შესახებ ქართული ოცნების წარმომადგენლები. მე ეხლაც ბატონო ახო, ანუ შეხედეთ, ანუ ეხლაც გარდა იმისა, რომ გახარიას დაჭერა არის თვითმიზანი და მისი პოლიტიკური განეიტრალება იქნება თუ მისი, ასე ვთქვათ, პირადი შურისძიება ივანიშვილის მხრიდან, ამ საკითხს საარჩევნოდ ძალიან კარგად გამოიყენებენ და ამას მე პროპაგანდას შესყავენ და ამას უკვე იმედის და პოსტივის ტელევიზიები გაავრცელებენ და საზოგადოებაში. თურმე საქართველოს ესე იგი იდგა ომის ზღვარზე, არანაირ ომის ზღვარზე არ იყო. ბატონო ირაკლი, აი ნახეთ რა არის აქ კიდევ ვიკასტანას თქვი უბრალოდ, აი დაავასრულებ და ეხლაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ულტიმატუმი წაგვიყენეს. იდგა კი, რაღაცა საკითხი იდგა, მაგრამ ჩვენ ხო ინდივიდებზე არ ვსაუბრობთ, ანუ ჩვენ ხო პიროვნებებზე, სახელმწიფოზე ვსაუბრობთ. ანუ სახელმწიფო ვალდებული იყო, მდგარი იყო იქ, სადაც იდგა. და თუ კი გახსნიდა რუსეთი ცესკს პირობითად, ეს არ იქნებოდა საქართველოს მიერ გადადგმული პროვოკაციული ნაბიჯი, ეს იქნებოდა რუსეთის მიერ გადადგმული პროვოკაციული ნაბიჯი. ანუ რატო უნდა გაეხსნა რუსეთს იმ პერიოდში ცეცხლი, როცა ჩვენ ქართველი სამართალდამცავები თავდაცვის სამინისტრო ძალები ხო არ იყვნენ შესული. ანუ აქ იყვნენ შესული საპოლიციო ძალები. საოკუპაციო ხაზზე რატო ასრულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამოცანას და რატო არ ასრულებს თავდაცვის სამინისტრო ამოცანას? იმიტომ რომ თვითონ ამოცანის ხასიათი გულისხმობს უსაფრთხოების ამოცანებს და არა თავდაცვით ამოცანებს. ბატონო ირაკლი, აი აქ არის მესმის, აი აქ არის 2 საკითხი კიდევ აი ამ პროპაგანდისტულ გზავნილებში. პირველი ნაწილი ლაპარაკობს ქართულ ოცნებაში, რომ არ იცოდა საერთოდ ამის შესახებ, ანუ 6 წელია გასული და ამბობენ, რომ არ იცოდნენ, ანუ ამბობენ ერთი მხრივ, რომ ტერიტორიები დაიკარგა, მაგრამ მეორე მხრივ ამბობენ, რომ 6 წლის თავზეც არ იცოდნენ ამის შესახებ. და მეორე, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიცოდითო, მეორე ნაწილი ამბობს, მაგრამ არ ვეთანხმებოდითო. აი ახლა მე მაინტერესებს, როგორ არის შესაძლებელი შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღოს დამოუკიდებლად რაღაც გადაწყვეტილებები, ისე რომ პრემიერ-მინისტრი არ იყოს მაგალითად საქმის კურსში. მაშინ ბახტაძე იყო ეს პრემიერ-მინისტრი და ამბობს, რომ კობახიძემ თქვა, რომ აი ამ ბახტაძისგან ვიცი, რომ არავინ ჩამაყენა საქმის კურსშიო. მე მინდა ახლა მოგასმენინოთ ირაკლი კობახიძის დღევანდელი კომენტარი და შემდეგ თქვენ გთხოვოთ ამაზე უკვე თქვენი კომენტარი.
არავინ საერთოდ არავინ არ ჩააყენა საქმის გულში. ეს უკვე თავისთავად ვაჭრებს, ეჭვებს. თუ რაღაც ისეთი არ ხდებოდა, ხო? რაღაც პრობლემური თუ არ ხდებოდა. რატომ არ ჩააყენა არავინ საქმის გულში? არც პრემიერ-მინისტრი, არც უსუსუფროსი, არც სხვა შესაძლოების ხელმძღვანელი, არც სხვა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი, არც ერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი არ იყო ამასთან დაკავშირებით საქმის გულში და არც ევროკავშირის მონიტორინგის მისია არ იყო ამასთან დაკავშირებით საქმის გულში. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა უცნაურს აკეთებდა. დილად რომ თქვა ბატონი გიორგი გახარია ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა რომელიც შეიძლება გამოვიდანოთ ამ ყველაფრიდან და რეალურად ჩორჩანაში რაც მოხდა ეს იყო იმის მინი მოდელი რაც მანამდე მოხდა 2008 წელს ხო როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და თქვენ იცით მე რა შედეგები მოყვა ამას ჩვენი ქვეყნის სამის მინი მოდელი იყო ჩორჩანა ხო გადაიდგა არასწორი ნაბიჯი რასაც მოყვა მილიონი კვადრატული მეტრი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დამატებითი ოკუპაცია ხო რა ეს არის ხო, მოკლედ ბახტაძემ არ იცოდა, გასაგებია მოკლედ შინაარსი ამ კომენტარის, მე უფრო მაინტერესებს ახლა თქვენ რა შეფასებას მისცემთ. ავიდან გავყვეთ მასში, როდესაც იძახის, რომ გახარიამ არავინ არ ჩააყენა. წარმოუდგენელი არის, მტკნარი ტყუილი არის, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარდა იმისა, რომ მას აქვს ამისი უფლება-მოსილება დამოუკიდებლად საოკუპაციო ხაზზე გარკვეული მოქმედებები განახორციელოს, შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მით უფრო მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გარეშე არანაირ გადაწყვეტილებას არ და ვერ მიიღებდა. ეს წარმოუდგენელი არის. ანუ ამითი ხაზს უსმევენ კიდევ ერთხელ იმას, რომ იმ გაგრძელებას, რომ გახარია ყოვლის შემძლე იყო, ხო, მაგრამ რაც არ უნდა ყოვლის შემძლე ყოფილიყო, მაშინ გახარია წარმოუდგენელი არის ერთ მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს მსგავსი დონის ამოცანა შეესრულებინა. მეორე, როდესაც გავხსენით საგუშაგოს გახსნის დღიდან ამოცანაში ერთვება უკვე მე რაცაც ვისთანაც მქონდა უშუალოდ შეხება. საგარეო საქმეთა სამინისტრო, იქ იყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ანუ თუ ეს ფაქტი საწყისივე წერტილში იყო გაუაზრებელი, იყო შეუთანხმებელი, არ შეიძლებოდა ამის გაკეთება და ეს იყო ძალიან დიდი დაუშვათ შეცდომა. მაშინ შეხვედრებზე რატო არ წავიდა სახელმწიფო, ანუ მთავრობა იმ მოლაპარაკებაზე, რასაც მაშინ დაუშვათ რუსეთი სთავაზობდა. რომ გამოსულიყო ქართული სამართალდამცავი გამოსულიყვნენ ტყიდან და მაშინ რუსეთი სთავაზობდა ბუფერულ ზონად გამოცხადებულიყო ჩორჩანას ტყე და მთლიანად ის მიდამოები, სადაც არც ქართული სამართალდამცავებს და არც რუსებს აღარ ეკნებოდა და არანაირ ბატონო, ეს საერთოდ როგორ ახლა მესმის რომ ამ გვიწევს მაინც აი ამ დეტალებზე საუბარი ცოტა აბსურდულიც არის, მაგრამ მაინც გვიწევს, იმიტომ რომ საზოგადოება გვისმენს და რაღაც განმარტებები და პასუხი უნდა იყოს. აი მაგალითად გომელაურმა თქვა რომ აი შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანის საგუშაგოს დადგმის შესახებ, აი რამდენიმე დღის წინ მისცა მან ჩვენება და მე ეს თქვა მედიასთან. ასეთი რამ არის თუ არა წარმოუდგენელი, რომ არ სცოდნოდა სუს რასაკეთებს მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრო, არ სცოდნოდა პროკურატურას, მე ვიღაცებს სცოდნოდათ და მე ამბობენ რომ არ ვეთანხმებოდით ამას. ეს ხომ არის რაღაც ძალიან დიდი აბსურდი, მაგრამ ამას ზედ ემატება ის რომ ეს კაცი შემდეგ რომელსაც დღეს პრაქტიკულად ღალატში ადანაშაულებენ და აწინაურეს პრემიერ მინისტრად. ოღონდ ამას ხსნიან იმით, რომ deep state-მა დარეკა და დაანიშნინა. ოღონდ იმას რითი ხსნიან, რომ 6 წლის განმავლობაში ეს საკითხი დღეს პირველად წამოჭრეს, აქ ცოტა რთულადაა საქმე. აი თუნდაც მესმის, აბსოლუტურად მესმის თქვენი და შესაძლოა სმენელმა არ იცოდეს ტექნიკური დეტალები და მოდი მარტივად განვარტავ. სულ რომ გახარიას ტელეფონი არ აიღო და არ დაერეკა არც გომელაურისთვის, არ დაერეკა მაშინ მე მგონი ღარიბაშვილი იყო შინაგან თავდაცვის მინისტრი, ანუ თავდაცვის მინისტრისთვის, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელისთვის, აი ეს სამივე ფიგურა რომ დაეიგნორირებინა გახარიას. მარტივად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დაზვერვის ქვედანაყოფები ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ კრებსებს და უდებენ მინისტრს მაგიდაზე. ანუ
მინისტრი სამსახურში რომ მიდის, შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და თავდაცვის მინისტრი, მაგიდაზე ხვდება გრიფირებული კრებსები. რომელი უწყება რას აკეთებს? დასული 24 საათის მოვლენების ქრონოლოგიის შესახებ. მათ შორის სამაჩაბლოს რეგიონში ნასაუბრები, გადაჭერილი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ფაქტები, მოვლენები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სულ რომ გახარიას ეს არ ეთქვა, წარმოუდგენელი არის, მათ ეს არ ცოდნობა. ეს გამტკნარი სიცრუე არის და ყველაზე ცუდი ეს არის ზუსტად, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსი გამოძიებაზე პროკურატურაში მიდის და იძახის, რომ წარმოდგენა არ მქონდა ქვეყანაში რა ხდებოდა. ანუ იმას ის თუ არ იცოდა მისი უწყება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყება ქვეყანაში რას აკეთებდა. მაშინ მოდი კითხვა დავსვათ, ზოგადად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რაიმე წარმოდგენა მაშინ ქონდა უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ. ამისთვის საქართველოში მუხლი არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში რამდენიმე, მათ შორის გულგრილობის. ამას როდესაც პირდაპირ ამბობს უწყების ხელმძღვანელი. ბოლოს რაც თქვენ თქვით, ხო, ანუ გახარია დააწინაურეს, გახადეს პრემიერ-მინისტრი. და გამოდის დღევანდელი პრემიერ-მინისტრი და იძახის deep state-მა დაგვავალა მისი დანიშვნა. ლოგიკური კითხვა ისმება. ანუ გახარიას ედავებიან, ვისი დავალებით შეხვედი ჩორჩანაში და ვისი ინტერესები გაატარეო და ამას ედავებიან. მაშინ დღეს კითხვა ისმება და მე მგონი ყველას უნდა გაუჩნდეს ეს კითხვა. ამდენი წლის განმავლობაში ქართული ხელისუფლება თურმე იმართებოდა deep state-ის მიერ. და ანუ ეს ადამიანები დღეს გამოდიან და იძახიან, რომ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ კიდევ რამდენიმე წელი ქვეყანა ვმართოთ. ანუ დღეს ვინ მართავს მაშინ ამ ხელისუფლებას? დღეს ვინ აძლევს მაშინ ყობახიძეს დავალებას? დღეს ვინ არის ის deep state-ის წარმომადგენლები, რომლებიც ივანიშვილს და ყობახიძეს კონკრეტულ მიკითებებს აძლევენ? ანუ მაშინ როდის იყო სახელმწიფო დამოუკიდებელი, როდის იყო ქვეყანა დამოუკიდებელი, როდის იღებდა ქვეყანა დამოუკიდებლად? ანუ წარმოუდგენელ მარაზმში შეყავთ ეს პროცესები. და ამ მარაზმი და ამ საცირკო სანახაობით, რომლითაც ამ თავიანთ ამომრჩეველს აგიჟებენ და წამლავენ, აზიანებენ სახელმწიფო ინტერესს. ეს არ არის სახუმარო. ჩვენი საუბრის შესაძლოა გასაჭერი გაუხდეს ნებისმიერი პიროვნება და იმ პიროვნების დაჭერის მიზნით სამეგრელოში რომელიღაც ერთი სოფელი აჩუქოს რუსეთს. მესმის და გამოვიდნენ და თქვან. ბატონო ირაკლი, ჩვენი საუბარი დასასრულს მივახლოვდა, ამიტომ მინდა დაგისვათ პირდაპირ უკვე ეს შეკითხვა, რასაც თქვენ ადევნებთ თვალყურს, როგორც იქცევა ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია, პროკურატურა, რა ტიპის პოლიტიკური განცხადებებიც კეთდება, მოწმეებად ვისაც იძახებენ პროკურატურაში ამ საქმის გარშემო. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ გიორგი გახარიას აუცილებლად დაიჭერენ? გიორგი გახარიას აუცილებლად დაიჭერენ, დიახ. უბრალოდ გიორგი გახარიას დაჭერა შეუძლიათ ძალიან მარტივად, კიდევ ერთხელ ვიძახი, ტროიკა მიიღოს გადაწყვეტილება და მურუსიძის ნოტარიუსმა გაუფორმოს და ჩასვან ციხეში, მაგრამ დაჭერასთან ერთად აზიანებენ სახელმწიფოს. დაჭერასთან ერთად ძალიან დიდ ზიანს აყენებენ სახელმწიფოს. იმის ფონზე, კიდევ ერთხელ ვიძახი, იმის ფონზე დღევანდელ დღეს, აი 24 საათი აქვს მიცემული ირანს შეერთებული შტატებისგან. ანუ რამხელა რამე ხდება მსოფლიოში. იმის ფონზე რაც დღეს ხდება, რომ საქართველოს დაკავებული იყო საგარეო პოლიტიკით, პროცესებში ყავდეს ჩართული მთელი თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობა და მუშაობდეს ზოგად უსაფრთხოებაზე, უზარმაზარი რისკები არის იმის, რომ ირანიდან მოაწყდეს საქართველოს მილიონობით ტოლვილთან ნაკადები და ამას როგორ გაუმკლავდეს საქართველოს საზღვრები მზად არის ამისთვის და თუ შემოვიდა საქართველოს ბიუჯეტი, საქართველოს სოციალური ეკონომიკური მდგომარეობა როგორ უზრუნველყოს და ასე შემდეგ მილიონი გამოწვევები დგას. ბატონო ირაკლი, გამოწვევები დგას და არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ გამოწვევები კი არა, თლათ ამ ტერორისტების გვერდით იდგა ირაკლი ყობახიძე ცოტა ხნის წინ თეირანში. და მათი ნაწილი უკვე პუტინთანაც დამდგარიყოს მალე ბატონი ირაკლი, იმიტომ რომ შესაძლოა იმანაც იგივე ბედი გაიზიაროს, იმიტომ რომ ვისთანაც იდგა ფაქტიურად არც ერთი აღარ არის დღეს. დიდი მადლობა.